აჭარაში გარდაცვლილი 1 წლის გოგიტა აბაშიძის გარდაცვალების ფაქტზე ისაუბრა ჯანდაცვის მინისტრმა. მცირეწლოვანის გარდაცვალება საყოველთაო დაზღვევა, კლინიკების პრობლემა, სოციალურად დაუცველები. ეს იყო მთავარი საკითხები, რაზეც მინისტრმა დავით სერგეენკომ ჟურნალისტების შეკითხვებს უპასუხა. მინისტრის განცხადებით, გოგიტა აბაშიძის გარდაცვალებაზე დასკვნების გაკეთება ჯერ ნაადრევია, თუმცა ეს იქნება საფუძველი, რომ სოციალურად დაუცველების მიმართ მეტი ყურადღება გამოიჩინონ. საყოველთაო დაზღვევის პროგრამით მინისტრი კმაყოფილია და აღნიშნავს, რომ 1 ივლისიდან სადაზღვევო პროგრამა უფრო გაფართოვდება. მინისტრმა ჟურნალისტებისგან ინფორმაცია მიიღო სოციალურად დაუცველ რამდენიმე ოჯახზე და მათ დახმარებას დაპირდა. დასკვნების გამოტანას და ბრალდებებს ნუიჩქარებენ და ნუაიღებენ თავზე, სანამ დაზუსტებით არ იქნება ყველაფერი შესწავლილი. პირველი ის რომ ეს ბავშვი შიმშილით გარდაიცვალა, ეს ნაჩქარევი დასკვნა არის, იმიტომ რომ ეს არ მინდა სამეცნიერო დისკუსიებში წავიყვანო, მაგრამ ესეთი მდგომარეობები სტატისტიკურად მეორე ადგილზე არის ახალშობილთა 5 წლამდე ბავშვების გარდაცვალებაში და მიზეზი უხშირეს შემთხვევაში, მე არ ვიცი რა არის ამ კონკრეტულ შემთხვევაში, ამას დავადგენ ძალიან მალე გვეცოდინება, არის გარკვეული საჭმლის მონელების დარღვევები.